მოგესალმებით. დღეს განვიხილოთ აწყოს ძალის მე-9 თავის მეორე ნაწილი, იმიტომ რომ წინა ჩართვა ცოტა დიდი გამოგვივიდა და აღარ დავასრულე და აქ ესეთი ქვესათაურით იწყება, ეს არის თანაგრძნობის ბუნება. ანუ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სიმშვიდე არის გონების მიღმა, შინაგან სიმშვიდეს მოვიპოვებთ მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავდივართ ჩვენი გონების მიღმა და ძალაუფლებას არ ვაძლევთ სხვას, ამასაც შევეხეთ, არამედ ჩვენ ვართ თავისუფლების შიგნიდან და ეხლა უნდა გადავიდეთ თანაგრძნობაზე. და ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ თანაგრძნობა ჩვენ ქართველებს განსაკუთრებით ძალიან კარგად გამოგვდის, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და ხშირად შევდივართ ხოლმე სხვა, მაგრამ ნახეთ საქმე რა შერაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თანაგრძნობა, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია გვერდში დგომა. რას ნიშნავს ხო თვითონ ეს სიტყვა, როდესაც ადამიანი არის ან განსაცდელში, ან რაიმე წუხარებაში, ან თუნდაც პირიქით იყოს, მაგრამ ჩვენ უფრო ხმარობთ ხოლმე ამ სიტყვას იმ დროს, როდესაც განსაცდელში ადამიანი და თანავუგრძნობთ მას. და ეხლა ნახეთ, წარმოიდგინეთ, ზოგჯერ არის ხოლმე, ზოგჯერ კი არა, ძალიან ხშირად ეს თანაგრძნობა გამოხატულია რაღაცა სიტყვებით და არ არის ისეთი სიღრმისეული, როგორიც უნდა იყოს და როგორც ამ წიგნში აქვს ავტორს გადმოცემული. თუმცა გეტყვით იმას, რომ სიღრმისეული სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, როდესაც ჩვენი ახლობელი იქნება ეს თუ არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს და ჩვენ მას თანაგრძნობას, მის მიმართ თანაგრძნობას გამოვხატავთ, აუცილებელი არ არის, რომ მის ემოციებში შევიდეთ. აუცილებელი არა, საერთოდ არ არის ეს, არ შეიძლება ამის გაკეთება. ანუ მის ემოციებთან ჩვენი ემოციური მდგომარეობის შერწყმა არ უნდა მოხდეს. ანუ აქაც საუბარია ისეთ თანაგრძნობაზე, რომელიც გონების მიღმა გადის. ანუ სიმშვიდეში თანაგრძნობა. ნახეთ, ჩვენ აბსოლუტურად სიღრმისეულად განვიცდით, ჩავდივართ ჯერ პირველ რიგში ჩვენს სიღრმეებში, ხო? როდესაც ამაზე თანმიმდევრობით მინდა რომ ვისაუბრო, რაღაცა ცოტა წინ გავასწარი მოვლენებს და მერე ისე უთანაგრძნობთ სხვა ადამიანს. ეხლა სიღრმეში ჩასვაზე ასეთი მაგალითი აქვს მოყვანილი ტოლეს, რომ მეტაფორულად ის ადამიანს ამსგავსებს ამ შემთხვევაში აი ამ მდგომარეობას ტბას, აი ტბა რომელიც არის მღელ სტაბილური, მაგალითად აი ძალიან მშვიდი წყნარი და ზოგჯერ ხდება ხოლმე ისიც, რომ მღელავს ტბა, რაღაცნაირად ეს არის ხო, არ არის ისეთი სტაბილური, როგორც უნდა იყოს და ეს დამოკიდებულია უკვე ამინდის მდგომარეობაზე, სეზონებზე, ციკლებზე და მის მიხედვით ტბის ზედაპირზე მდგომარეობა იცვლება. ძალიან კარგი მეტაფორაა, ძალიან მომწონს, მაგრამ ტბის სიღრმეში ყოველთვის არის სიმშვიდე, ანუ სიწყნარია, ტბა შიგნიდან არ ღელავს, ზემოდან შეიძლება რაღაცნაირად ლივლივებდეს, ქარიანი ამინდი, თვითონ ტბასაც შფოთვარე იერს აზრევდეს, მაგრამ შიგნით ეს არ ხდება. ეხლა ნახეთ როგორ ადარებს ეს ადამიანს ჩვენს მდგომარეობას. ანუ ჩვენ როდესაც დამოკიდებული ვართ ადამიანები გარე ფაქტორებზე, მაშინ ვღელავთ და მაშინ იცვლება ჩვენი მდგომარეობა. განწყობა იცვლება კარგისკენ ან ცუდისკენ, გარედან შემოსულ ფაქტორებზე. მაგრამ ჩვენ თუ სიღრმისეულად გავაცნობიერებთ ჩვენს თავს და ყოფიერების მდგომარეობაში ვიქნებით, მაშინ არანაირი გარე ფაქტორი არ მოახდენს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე ზემოქმედებას. იმიტომ რომ მასში მუდმივად იქნება სიმშვიდე. მე მგონია რომ ბევრი ვისაუბრეთ წინა თავებში იმაზე, რომ რაც არ უნდა მოხდეს გარშემო ეს ადამიანის გაცნობიერებული ადამიანის შინაგან სიმშვიდეზე
არ მოახდენს ზემოქმედებას, როცა გონების მიღმა გადის ადამიანი, ანუ თუმცა არის პერიოდები, როდესაც ძალიან რთულია გამკლავება სიტუაციებთან, არ ვიცი, დანაკარგი იქნება თუ ადამიანის დაკარგვა იქნება, თუ რა ვიცი, ზოგჯერ არის ადამიანები ცხოვრებას ახლიდან იწყებენ, იმიტომ რომ ყველაფერს კარგავენ და ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება, ეგრეთ წოდებული ცუდ სპირალებში ვიტყვი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე რჩება უცვლელი. ასე უნდა მოხდეს სხვა ადამიანების მიმართაც თანადგომა. მას ჩვენ უნდა განვიცდიდეთ, ანუ აქაც ბრჭყალებში აქ ჩასმული დაახლოებით ეს ციტირებას არ ვაკეთებ, მაგრამ ეს შინაარს გიყვებით ხო, რას ამბობს წიგნში, ჩვენ უნდა დავრჩეთ აწმყოში, მუდმივად აწმყო მდგომარეობაში. აი ეხლა გავაცნობიეროთ, ეხლა ხომ ხარ აქ და ამჟამად წარსული, ესე იგი წინა წუთი, წინა წამი უკვე იყო წარსული და არ უნდა მივეჯაჭვოთ არც ცხოვრებისეულ მოვლენებს, არც ადამიანებს. და თანაგრძნობის დროსაც იმდენად სიღრმეში უნდა მიუახლოვდეთ, ჩავიდეთ, რომ მის სიღრმეს დაუახლოვდეთ. თუმცა ახლა ყველა ადამიანი ვერ შედის ამ სიღრმეში და სიღრმეში შესვლა უკვე ღმერთთან კავშირს ნიშნავს, ხო, პირდაპირ ან პირად შეიძლება ითქვას, რომ ღმერთში ხედავს შენ შიგნით, უკვე ღმერთში ხარ. ასე არ ვიცი, თქვენ როგორც გინდათ ისე დაარქვით, ასე აქვს ახსნილი და მეც ასე მესმის. ანუ ეს ყოფიერებაში მყოფი ადამიანის შინაგანის სიმშვიდე თანაგრძნობის დროსაც არ დაირღვევა და პირიქით მასთან მეტად, აი უფრო მეტად გაკავშირებს, მეტად ყოველგვარი იმის იქით გადიხარ, ხო, ემპათიის და ემოციების მიღმა გასვლა არის და ეს უფრო მეტად სიღრმისეული თანაგრძნობაა, ვიდრე სხვა შემთხვევებში. და ამ დროს, რა თქმა უნდა, ხო, ეს ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, მაგრამ ამ დროს ხდება განკურნებაც კი ამ ადამიანის იმდენად ახლოს ხარ მასთან, რომ მას ეხმარები, ჭეშმარიტ და რეალური დახმარება მხოლოდ ამ გზით არისო შესაძლებელი. ხო, ეხლა აქ ლაპარაკი აქვს ასევე, რაზე იცით, ყველა ადამიანი ერთია და სამყაროც არის ზუსტად ისეთი როგორიც არის, თუმცა ყველა ადამიანის აღქმა სხვადასხვა არის სამყაროს მიმართ. და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ადამიანები ჩვენ გგონია, რომ ან სხვაზე უკეთესი ვართ, ან პირიქით სხვა ჩვენზე უკეთესია, ან ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ მე მასთან არაფერი მაკავშირებს და რა თქმა უნდა, ყველას გვითქვამს ეს წმინდა ადამიანური, აი აქ ამ განზომილებაში მყოფი ადამიანებისთვის ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავია, რომ თქვა ვინმეზე, ვინც საერთოდ აი მაგალითად ან არ მოგწონს მისი ჩვევა, ან თვისება, ან რა ვიცი, სხვა ადამიანი შენთვის არ იცნობ და მე მასთან არაფერი მაკავშირებს. მაგრამ ნახეთ, ორი რა კარგად განგვიმარტავს, ესეც თქვენი გონების ნაყოფია, ესეც თქვენი ეგოს ილუზია, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. ადამიანებს ყველაზე ცოტა სულ მცირე ის მაინც გვაკავშირებს ერთმანეთთან, რომ მე წაგიკითხავთ ამას ჩემი სიტყვებით მინდოდა მეთქვა, მაგრამ კარგი იქნება რომ წავიკითხო. ნახეთ როგორ წერია. მე ამ ადამიანთან საერთო არაფერი მაქვს. გაიხსენეთ, რომ საერთო ძალიან ბევრი გაქვთ. დღეიდან რამდენიმე წელში, 2-ში ან 70-ში დიდი განსხვავება არ არის, ორივეჯერ ხრწნის პროცესში მყოფი სხეული იქნებით. მერე მტრად იქცევით და ბოლოს არაფრად. ამის გაცნობიერება თავმდაბლობისკენ გვიბიძგებს. ის ამპარტავნობის ადგილს არ გვიტოვებს. ნეგატიური აზრია? არა, პირიქით, ეს ფაქტია. რატომ უნდა დახუჭოთ ამაზე თვალი? ამ გადასახედიდან თქვენ და ყველა სხვა ქმნილება თანასწორები ხართ. ხო, ესაც ძალიან დამაფიქრებელია. ვისაც არ უფიქრია, ალბათ ყველას გიფიქრიათ რაღაც ნაწილობრივ მაინც, მაგრამ ფაქტიურად ძალიან სიღრმისეულად დააფიქრებს ადამიანს, რომ ყველა ადამიანი, აი იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ერთნი, ბოლოს ერთი
ერთ და იგივე გზა უნდა გავიაროთ, ხო? დაბადებისასაც ფაქტურად ყველა ადამიანი ერთ და იგივე გზას გადის. და კიდევ აქ აღწერილი, რომ ადამიანებს არა მხოლოდ ესე ურთიერთკავშირი და მსგავსება და საერთო ეს ილუზიაში ყოფნა და ერთიანობა არა მხოლოდ ადამიანებშია, არამედ ადამიანებს ასევე კავშირი აქვს ბუნებასთან და ცხოველებთან და ეს ჩვეულებრივ კავშირზე არ არის აქ საუბარი. ანუ როდესაც ჩვენი აღქმა, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, აი თუნდაც თუ როდესაც მივალთ სიმშვიდის მდგომარეობაში, ანუ გაცნობიერებულები გავხდებით, ამ შემთხვევაში იმდენად ახლოს ვართ ჩვენ და იმდენად ბუნების ნაწილი ვართ, ერთი ვართ, ნაწილი არა, აი ნაწილი ისევ იძახი მე უფრო ჩემი ენით, მაგრამ იმდენად ერთი ვართ, პირდაპირ არის კავშირში ეს ბუნებასთან. იქაც ყველაფერი შეიცვლება. აი, როდესაც კოლექტიური ადამიანის კოლექტიური ცნობიერება შეიცვლება, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ეს სამყაროზე და სამყაროს ცვლილებაზე, ასევე ცხოველთა სამყაროზე. ჩვენ ვართ სხვადასხვა განვითარების სხვადასხვა დონეზე, ხო? არსებობენ, ეხლა ადამიანების განვითარების დონე რო ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეხლა ცხოველების და რამციკე აღარ ვილაპარაკებთ ამაზე, თუმცა აღწერილი აქ ამას რაღაც პატარ-პატარათი არის შეხებული. ჭიანჭველებს აქვთ თავიანთი ცნობიერება, სიტყვაზე ფრინველებს თავიანთი, დელფინებს თავიანთი, ჩვენ განსხვავებული, მაგრამ საბოლოოდ ნახეთ, ვერ მივხვდებით. იმდენად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს სამყაროზე, თვითონ სამყაროზე. ეხლა წარმოიდგინეთ, ძალიან მაღალ განვითარებული ადამიანები, გასხეოსნებული ადამიანების ცნობიერება იმდენად განსხვავებული იქნება ჩვენგან, რომ ისინი მოგვეჩვენება, ჩვენ ნუ ნამდვილად ეხლა ანგელოზებად ხო წარმოვისახავთ იმათ ანგელოზებად და უფრო სულ სხვა ვერ წუდებით, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ჯერ არ არის გახსნილი, თუმცა შეგვიძლია რომ გავხსნათ. ასევე არის აი სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების ტვინიც ისი არ არის გახსნილი ჯერ იქამდე და ნუ ყველა თავის და სამყაროს აღქმა ყველას გვაქვს თავისებური, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი გამოდის რომ ილუზიაა და მეტი არაფერი. ხო, მე მგონია ძალიან საინტერესო. თითქმის ყველა თავი საინტერესოა, მაგრამ ესეც ავხსენი. აქ როგორ აქვს კიდე, ხო თანაგრძნობაზე აქვს ხაზი მაგ გასმული, მინდა რომ წაგიკითხოთ. ნამდვილი თანაგრძნობა ემპათიის და სიბრალულის ფარგლებს ცდება, თუმცა ამაზე უკვე ვისაუბრე. დაუბრუნდი მეტყობა უკან გავასწარე ამ იმას. გადავიდეთ ახლა რეალობის სხვა წყობისკენ. ეხლა ნახეთ, აქ არის ესეთი მოსაზრება, რომ სხეული იმიტომ კვდება, რომ ჩვენ გვჯერავს ამ სიკვდილის და იმიტომ ხდება ეს. კითხვაც არ არის რა, ეს მოსაზრება ესეთი გამოთქმული. მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, ხო? ეუბნება სხეული იმიტომ არ კვდება, რომ სიკვდილისა გვჯერა. ის სწორედ იმიტომ არსებობს, ანუ სხეული იმიტომ არსებობს, რომ ან გვეჩვენება, რომ არსებობს, რომ სიკვდილის გვჯერა. ანუ წარმოიდგინეთ, ერთ შეხედვით რთული, მაგრამ შეგიძლიათ მარტივად გაიგოთ, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ სიკვდილის რომ გვჯერავს, იმიტომ გვჯერავს სხეულის. ანუ სხეულიც ილუზიაა, ხო? ეს ჩვენი ილუზიაო თვითონ ამას განმარტავს. სხეული და სიკვდილი ორივე არის ილუზია, რომელსაც ცნობიერების ეგოტური რეჟიმი წარმოშობს, რომელმაც სიცოცხლის წყაროსი არაფერი იცის და რომელიც თავის თავს განცალკევებულად და მუდამ საფრთხეში ყოფად აღიქვავს. ის ქმნის იმის ილუზიას, რომ სხეული ხართ, მუდამ საფრთხეში მყოფი, მყარი ფიზიკური მანქანა. და ესე იგი ჩვენ რომ ეხა ეს უკვე სხეულის და მატერიის ილუზიურობაზე საუბრობს ამ თავში, ასევე თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა და სიზმარია და ერთხელაც იქნება გამოვიღვიძებთ, მაშინ იმასაც ჩავთვლით, რომ სიკვდილი არ არსებობს და ზოგადად მე მგონი ვისაუბრე იმაზე, რომ სიკვდილი ჩემთვის, პირადად ჩემი აზრით, სიკვდილი მართლა არ არსებობს. ჩემი აზრით, ესე იგი, როგორ არის, არ მხოლოდ ჩემი აზრით, მაგრამ მე მაგის ამ მოსაზრების მჯერა და აბსოლუტურად ვიზია
ვიზიარებ, რომ შეიძლება კი სხეული ხრწნება და სხეული არაფერი აღარ არის ბოლოს, მაგრამ ჩვენი ძირითადი არსი რაც არის, ის აუცილებლად რჩება და ეს მუდმივია. თუმცა არასოდეს არც აქ არ შემხვედრია და არც ერთ წიგნში არ შემხვედრია და ჩემი აზრით ისეთია, რომ სხეულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ განზომილებაში. მით უმეტეს ეხლა აი ამ გადმოსახედიდან, როდესაც მე ამ ეტაპზე წინა თავებშიც ვთქვი, რომ მაწუხებს ფიზიკური ტკივილები და აი ეს ტკივილიც გამოწვეულია ერთგვარად ჩემი სხეულისადმი დიდი უპატივცემლობით და უყურადღებობით და ამან გამოიწვია ეს ტანჯვა და ტანჯვას ბრჭყალებში ვიტყოდი სხეულის ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მე ვცდილობ ეს არ გავაიგივო არც ტანჯვასთან და არც ჩემს საკუთარ თავთან და აქედან გამომდინარე სხეულს სჭირდება ამ განზომილებაში ძალიან დიდი ყურადღება. აუცილებლად უნდა მოусმინოთ სხეულის ემოციებს, სხეულის პირველ რიგში სხეულის შეგრძნებებს და დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, იმიტომ რომ მოსაზრება რომ ჯანსაღ სხეულში არის ჯანსაღი სული, მე პირადად ამას ვეთანხმები, შეიძლება თქვენში გამოიწვიოს ახლა არ დამეთანხმოთ ამაზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა თქვენი ნებაა, როდესაც ადამიანს სხეული აქვს ჯანსაღი, სულიც ჯანსაღია და პირიქითაც შეიძლება ითქვას, როდესაც სული აბსოლუტურად ჯანსაღია და ჩვენ არ ვართ მიჯაჭვული სხვადასხვა ნივთიერებებზე, ან მდგომარეობებზე, ან ფიქრებზე, ან სურვილებზე, ან აი სულ რაღაცა გვინდა და სულ რაღაცას ვერ ვიკმაყოფილებთ ჩვენ თავს, ან კარიერაზე, ან წარმატებაზე, ან რა ვიცი თვითაღიარება გვინდა, რაღაცის ჭამა გვინდა, ისეთის კიდე მარტივი რო ვთქვათ, რომელიც სხეულისთვის არ არის სასარგებლო, აი ეს ყველაფერი მერწმუნეთ სხეულზე ძალიან ბოროტად და ცუდად აისახება სხეულის მტერია და მერე უკვე რა თქმა უნდა თაც ესეთ მდგომარეობაში მივდივართ განსაკუთრებით მაშინ გამოფხიზლდებით ხოლმე. თუმცა ეს გამოფხიზლება ზოგჯერ საჭიროა ეს მდგომარეობაც იმისთვის, რომ აი სიღრმეებში ჩავიდეთ, რაზეც ეხლა ვისაუბრეთ უბრალოდ. ეხლა კიდე რაზეა აქ ხო, სიკვდილი და ადამიანის სხეული ილუზია, თუ თქვენი სიკვდილისა და სხეულის ჭიდილის სამყაროში იცხოვრებთ, ისინი აუცილებლად მოკლავენ ერთმანეთს გვეუბნება, დაიმახსოვრეთ, რომ ეს ამ სამყაროს თქვენეული აღქმა, თქვენი ცნობიერი მდგომარეობის ანარეკლია, თქვენ მისგან განცალკევებული არ ხართ და არც ობიექტური სამყარო არსებობს. სამყაროს, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენი გონება ქმნის, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი მოსაზრება დამკვირვებლისა და დაკვირვებულის მთლიანობაა, ანუ არც ის დამკვირვებელი არსებობს ფაქტიურად და არც ის რასაც ვაკვირდებით, ეს ყველაფერი ილუზიაა. ადამიანი, რომელიც ექსპერიმენტს აწარმოებს, დამკვირვებელი ცნობიერი იმ მოვლენისაგან, რომელსაც აკვირდება, ცალკე არ დგას და არც არაფრით განსხვავდება. ხო, აი ასე ამ ინტერპრეტაციებზე ვისაუბრე, ყველა ცნობიერების ყველა დონე სხვადასხვა და თავისებური აღქმები აქვს და ადამიანი შეიძლება დაიბადოს აბსოლუტურად სხვა ცნობიერებაში და ეს ცნობიერება იბადება კიდეც, ეხლა გადავდივართ და გადასულებივართ იმ სხვა ცნობიერებაში, ნაწილობრივ ადამიანებმა ფეხი აუწყეს ამას და ძალიან ბევრი ადამიანი მიახლოებულია ამ გაცნობიერებულ მდგომარეობას და უფრო მეტიც გასხივოსნებულსაც, თუმცა ბევრი ადამიანი, ვინც ამ მდგომარეობაში ანუ არ ფიქრობს გამოფხიზლებას და არ არის ამით დაინტერესებული, ფაქტურად აქ უკვე ძალიან დიდი